რუსთავში ახალგაზრდობის ახალი სასახლე გაიხსნა. გასული საუკუნის 60-იან წლებში დაარსებული მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ადგილზე ძველი აუთენტური არქიტექტურის 1800 კვადრატული მეტრი ფართობის სამსართულიანი ახალი შენობა ახალგაზრდებს დღეიდან მიიღებს. ახალგაზრდობის სასახლის შენობის გარდა განახლებულია მოსწავლე ახალგაზრდობის ძველი ცენტრის შინაარსობრივი მხარეც. საგანმანათლებლო ცენტრი საკლუბო პრინციპით იმუშავებს და რუსთაველ ბავშვებს აქ მენტალური არითმეტიკის, ლეგო რობოტიკის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების შესწავლისა და ლაბორატორიული დაკვირვების, ხატწერის, კალიგრაფიის, მხატვრობის, ქორეოგრაფიის და თეატრალური ხელოვნების შესწავლის შესაძლებლობა ექნებათ. იმუშავებს სააბიტურიენტო პროგრამებიც. სასახლის საგანმანათლებლო პროგრამებში ჩართვა ონლაინ რეგისტრაციით ხდება და სხვადასხვა დისციპლინაზე უკვე 500-მდე ახალგაზრდაა დარეგისტრირებული. ეს არის სრულიად ახალი მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის შენობა, სადაც უკვე მოგვეცა შესაძლებლობა ახალგაზრდებთან ერთად დაგვეგეგმა ის სერვისები, რომელიც ორიენტირებული იქნება მათ განვითარებაზე, მათ წარმატებაზე და დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ აი ამ ადგილიდან დაიწყება ახალგაზრდების წარმატებული გზა. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ახალ პროექტებზე იმისთვის, რომ ქალაქის განვითარება იყოს შეუქცევადი პროცესი.